გამარჯობა, მე ვარ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი. მახსოვს რომ რაღაცა პერიოდში, აი საკმაოდ დიდხანს, ჩემ ოცნებოდი პროფესიას, რომ გამოსულიყო ბიბლიოთეკარი. ბევრი ისინი რა, რიგები წიგნების, ცოტა პატარა შუქი, კიბე, ეს არის სოფლიოში ყველაზე მაგარი პროფესია, რომ შეგიძლია დაждდე, ნატურა კონდეს, გამოიღო წიგნების სუნში იყო სულ და იკითხო წიგნები, აი რაღაცა პერიოდი, რომ მეკითხებოდი რა გინდა გამოხვიდე, მომდურ მინდა გამოვიდე ბიბლიოთეკარი. მე მახსოვს რომ საერთოდ ისე შემიყვარდა კითხვა, მორბოდი წიგნი წამეკითხა, ისინი გარბოდი რომ ფეხბურთი მეთამაშე, რა ვიცი, ერთნაირი სიხარულით რა. ძიუმას სამი მუშკეტერი, ეხლა ცხადა არაფერი ორიგინალური ამაში არ არის. რობინზონ კრუზო, გადააქვს ტვირთები ჩაძირული გემიდან კუნძულზე და ის რამდენი თოფი გადააქვს და რამდენი საჭმელი გაორცხობილები და აღწერა იყო, ფანტასტიკურად დაწერილი წიგნი არის. ჰერმან ჰესე იყო, თქვა, მნიშვნელოვანი რაღაცა ეტაპზე, მარკესი ცხადია, ხო, დანაშაული და სასჯელი, რომელსაც ხშირად უბრუნდები ხოლმე, იმიტომ რომ როგორ მზადდება ეს დანაშაული. ჩემთვის როგორც კინემატოგრაფისტის არის აბსოლუტური სახელმძღვანელო, როგორ უნდა მოამზადო დეტალებით სცენა, რომელიც მერე გადის აბსოლუტურად რაღაცა ყველაზე ძალიან დიდ სულიერ რაღაცა საკითხებს. როგორ შეიძლება რომ პირველ თავში თუ დასაწყისში ადამიანმა ნაჯახით მოკლას ქალი და ბოლოს მივიდეს ღმერთთან. აი ეს გზა გაიარო წიგნთან ერთად. დავით კლდიაშვილი რატომ? იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტური ქართული ყოფა, მაგრამ კლდიაშვილს რო კითხულობ, ხვდები რომ აბსოლუტურად აი სოფლიო დონის ხარისხიანი ლიტერატურა არის. მე მახსოვს კიდევ ოთარ იოსელეთაჩე პირველი შეხვედრა ერთ ფესტივალზე გერმანიაში და ღამის 3 საათზე. და რაგვარი ხარ, მე ვთქვი კოღუაშვილი იმერელი ხარ, ხო, კლდიაშვილი გიყვარს, პირველი შეკითხვა იყო. მე ვთქვი კიდევ კაი მიყვარდა რა და ჩამიტარა 9 საათიანი გამოსვლა კლდიაშვილის ქუჩაში გერმანიაში გვერდზე იდგენ 3 ადამიანი, რომელიც ქართული არ ესმოდა. უყურებდნენ ერთ ასაკოვან და მეორე დამწყებ რეჟისორს, რომელიც საუბრობენ კლდიაშვილზე. ჩავაბარე ეს გამოსვლა, მე ვთქვი ქუჩის დღეები აქვს, ფილმი მაქვს, მეთქი აქვს ჩამოტანილი მეთქი და კაი, ხვალ მოვალ ფილმის ანახავად. და კლდიაშვილმა გამიხსნა გზა, თორე ბატონი ოთარი არ მოვიდოდა ფილმის ანახავად. ნიკოლ ორთქიფანიძე ერთ-ერთი ყველაზე კარგი ოსტატი ქართულ პროზაში მე რაც ამიკითხავს. 2 წლის წინ ვიყავი იურმალაში სცენარზე მუშაობდით და მომწეს ივან ბუნინის არსენიევის ცხოვრება. შოკი იყო, დავჯექი პლაჟზე. დილით დავჯექი, ღამე ავდექი, თელი დღე ვკითხულობდი ამ წიგნს. ალბერ კამიუს შავი ჭირი, რომელიც იწყება ერთი პატარა თაგვიდან თუ ვირთხიდან და გადადის აპოკალიფსამდე. აბსოლუტური სახელმძღვანელოა კინოში როგორ უნდა იმუშაოს სცენარის დროს რა. ისტორია არის ძალიან კარგი, ვალტერ სკოტი რო ხვდებოდა, შულს უთხროდ წიგნი მომიტანეოდა. რომელიც წიგნია შედებილოა, მარტო ერთი წიგნი არსებობს. სტილოს რო წავიკითხო ყოველ დღე, სულ რო არანაირი თქვა რაღაც რელიგიური გზნობა არ მქონდეს, მარტო ლიტერატურის დონეზე, აი ამ სიმარტივეში თითქოს თხრობის, ხვდები რომ ეს არის ჭეშმარიტება. ამიტომ ეს არის თავარი წიგნი ჩემთვის, წიგნების წიგნი.